გაეროს მოსახლეობის ფონდი გააგრძელებს საქართველოსთან თანამშრომლობას განათლების სისტემაში, მათ შორის პროფესიული განათლების და გადამზადების პროგრამების განვითარების ხელშეწყობის მიზნით. აღნიშნულთან დაკავშირებით ისაუბრეს განათლების მინისტრმა და ფონდის წარმომადგენელმა ამერიკაში. მხარეებმა საქართველოსა და ფონდს შორის მიმდინარე პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზეც იმსჯელეს. ხაზი გაესვა გაეროს საჯარო სერვისების ფორუმის მნიშვნელობას, რომელიც მიმდინარე წლის ივნისში საქართველოში გაიმართება. განვიხილეთ ის რეფორმები, რომელიც უმაღლესი და ზოგადი განათლების სფეროში მიმდინარეობს. ასევე შევეხეთ იმ ჩარჩო ხელშეკრულებას, რომელიც რამდენიმე თვის წინ პრემიერ-მინისტრსა და გაეროს წარმომადგენლობის ხელმძღვანელს შორის გაფორმდა, რომელიც 2030 წლამდე სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სექტორის მიმართულებით თანამშრომლობას მოიცავს. დავსახეთ ის მიზნები, რომლითაც ამ ჩარჩო ხელშეკრულების ფორმატში განსახორციელებელი მოქმედებები და პროექტები პირდაპირ ბმაში უნდა იყოს იმ რეფორმებთან, რომელიც მიმდინარე არის და მნიშვნელოვანი არის.